სოციალური კვლევის მიზანია აღწეროს რა ხდება საზოგადოებაში და ახსნას რატომ ხდება ასე, ანუ მოუძებნოს мотивация. აღწერითი კვლევის მიზანია აღწეროს გარკვეული ტენდენციები და განწყობები. მოსახლეობის გამოკითხვა იმის გამოსავლენად, თუ რომელ კანდიდატს უჭერენ მხარს არჩევნებში, რომელი კომპანიის პროდუქციას ანიჭებენ უპირატესობას და სხვა მსგავსი აღწერითი კვლევის ნიმუშების სახით შეიძლება ჩავთვალოთ. თუმცა კვლევარის საბოლოო მიზანია არა უბრალოდ აღწეროს სოციალური მოვლენები, არამედ ახსნას კიდეც მათი მიზეზები. ასეთ კვლევას ანალიტიკური ჰქვია. იმის დადგენისას, თუ რომელ კანდიდატს უჭერს მხარს არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობა, საჭიროა აიხსნას კიდეც რატომ ანიჭებს მოსახლეობის ეს ნაწილი უპირატესობას სწორედ ამ კანდიდატს. მეორე ნაწილი კი რატომ ანიჭებს უპირატესობას სხვას. იმის დადგენისას, რომ გარკვეული კომპანიის პროდუქცია სხვებზე მეტი პოპულარობით სარგებლობს, აუცილებელია ამ პოპულარობის მიზეზების ძიებაც. დასაბუთებული ახსნა ყოველთვის მოითხოვს ორი ან მეტი ცვლადის ერთდროულ შესწავლას. მაგალითად, ამა თუ იმ კანდიდატისთვის კენჭისყრა ან პროდუქციისთვის უპირატესობის მინიჭება შეიძლება აიხსნას ადამიანის განათლებით, სქესით, ასაკით და სხვა მაჩვენებლებით. ამგვარად სოციალური კვლევა გულისხმობს მუდმივ ურთიერთობას დაკვირვებასა და ახსნას შორის, ფაქტების უწყვეტ მოპოვებას, ახსნის შემოწმების მიზნით, ამის საფუძველზე ახსნის შემდგომ დახვეწას და ასე შემდეგ. კარგი ახსნა კი ორ ურთიერთდაკავშირებულ პროცესს მოიცავს: თეორიის შემუშავებას და თეორიის შემოწმებას. პირველ შემთხვევაში ემპირიული დონიდან კონცეპტუალურ აბსტრაქტული დონის მიმართულებით მოძრაობთ, მეორე შემთხვევაში კი კონცეპტუალურ აბსტრაქტული დონიდან ემპირიულის მიმართებით. თავის მხრივ, თეორიის შემუშავება არის პროცესი, რომელიც ფაქტებსა თუ მოვლენებზე დაკვირვებით ან შეიძლება აღწერებით იწყება და ამ დაკვირვებების საფუძველზე თეორიას ქმნის. ზოგი მას პოსტფაქტუმ თეორიას უწოდებს, მაგალითად, როგორც მერტონი, რადგან თეორია დაკვირვებების შედეგად იქმნება და არა მანამდე. თუმცა უნდა ითქვას, რომ თეორიას თავისი წინა საფუძვლები და ჰიპოთეზებით შეიძლება ეძებოდეს საფუძვლად. თეორიის შემოწმებისას კვლევარი გარკვეულ თეორიას რეალურ სამყაროში მოსალოდნელი ცვლილებების პროგნოზირებასთვის იყენებს. თუ კვლევარის წინასწარმეტყველება გამართლა, თეორია მხარდაჭერილი იქნება. თუ კი არ გამართლა, ან თეორია მცდარია, ამ კვლევარის პროგნოზი ყოფილა არალოგიკურად გამოყვანილი თეორიიდან, ცხადია, თეორია არ არსებობს და არ არის რეალობაში. სოციოლოგი დევიდ ვაუსი თეორიის შემუშავებისა და შემოწმების პროცესში მთელ რიგ საფუძვლებს გამოყოფს, რომელსაც მოგვიანებით უფრო დეტალურად გავიხილავ. მაგრამ ეხლა შეიძლება ითქვას, რომ თეორიის შემუშავების პროცესის ირგვლივ არის შემდეგი მოსაზრებები. ცალკეული დაკვირვებების განხორციელების შემდეგ კვლევარმა უნდა უპასუხოს ბაზისურ შეკითხვას, ხომ არ წარმოადგენს ეს დაკვირვება უფრო ზოგადი ფაქტორის კერძო შემთხვევა. თუ ასეა,
შეგვიძლია უკეთ ვხვდეთ ცალკეული დაკვირვების მნიშვნელობას. მაგრამ საიდან უნდა მივხვდეთ თუ რა ზოგადი ფენომენის გამოხატულებაა ცალკეული დაკვირვება. მართალია, აქ შეუძლებელია იდეალური გადაწყვეტილების შემოთავაზება და მნიშვნელოვანი როლი ენიჭება შემოქმედებით წარმოსახვას. არსებობს რამდენიმე მიდგომა, რომლის გამოყენებაც მიზანშეწონილია. ახლა უფრო დეტალურად თვითონ ამ დაკვირვებების შესახებ. პირველი, საერთო ფაქტორის როლის გამოყოფა. თუ რამდენიმე განსახილველი ფაქტორი მსგავს შედეგს იძლევა, შეგვიძლია დავსვათ შეკითხვა, რა საერთო აქვს თითოეულ მათგანს. ეს საერთო შედეგი ვეხმარება უფრო ზოგადი კონცეფციის შემუშავებაში. ასე მოიქცა მაგალითად დურგეიმი თვითმკვლელობების შესწავლისას. დაადგინა რა, რომ თვითმკვლელობის სიხშირე უფრო მაღალია პროტესტანტებში, ვიდრე კათოლიკებში, მოხუცებში, ვიდრე ახალგაზრდებში, ქალაქის მოსახლეობაში, ვიდრე სოფლის მოსახლეობაში, დაუქორწინებლებში, ვიდრე დაქორწინებულებში, უშვილოებში, ვიდრე შვილიანებში, მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, დიდრებში, ვიდრე ღარიბებში. დურგეიმმა დასვა შეკითხვა, რა საერთო აქვთ პროტესტანტებს, მოხუცებს, ქალაქელებს, დაუქორწინებლებს, მშვილოებებს, მამაკაცებს და მდიდრებს. და ამის შედეგად მან აღმოაჩინა, რომ თითოეული მათგანი გამოირჩევა ნაკლები სოციალური ინტეგრაციით და სწორედ ამ მიზეზით თითოეულ შემთხვევაში თვითმკვლელობების სიხშირე მაღალია. სხვა სიტყვებით, ცალკეული შემთხვევა იმ ზოგადი კანონზომიერების გამოხატულება იყო, რომ რაც უფრო ნაკლებ ინტეგრირებულია საზოგადოება, მით უფრო მაღალია მასში თვითმკვლელობების სიხშირე. მეორე პუნქტი ვთქვათ, არსებული თეორიები და კონცეფციები, როგორც იდეათა წყარო, გვიარსებულზეა საუბარი. დაკვირვებების წარმოების ყოველთვის არ მიყვევათ ახალი თეორიის შემუშავებამდე. დაკვირვებების ასახსნელად ხშირად ვიყენებთ არსებულ თეორიებს, რადგან თუ ისინი კარგად ხსნიან ჩვენს მიერ მოპოვებულ მონაცემებს, აზრი არ აქვს ველოსიპედის მსგავსად თავიდან გამოყენებას. მაგრამ სადაც ჩვენი დაკვირვებები ახალი და განსხვავებულია, ან და არსებული თეორიები არ იძლევა მათ ადეკვატურ ახსნას, მაშინ საჭირო ხდება არსებული თეორიებისა და იდეების ადაპტაცია ან მოდიფიკაცია. მესამე პუნქტი, კონტექსტი, მონაცემების მნიშვნელობის ზომის უმნიშვნელოვანესი გზაა მათი განხილვა კონტექსტში. მაგალითად, ავიღოთ ადამიანი, რომლის შემოსავალია წელიწადში 10,000 ლარი. ეს თანხა კარგი შემოსავლის მაჩვენებელია თუ საშუალოსი. შეიძლება ეს შეკითხვა დავსვათ. შეგვიძლია ერთნაირად დიდრად განვიხილოთ ორი ადამიანი, რომელთა შემოსავალი 10,000 ლარს შეადგენს. შეიძლება კი ესეთი საკითხის დასმა. ამ შემოსავლის მნიშვნელობა ვარავ ფაქტორზეა დამოკიდებული. გინდათ კერძოდ, ეს ერთადერთი შემოსავალი ოჯახში თუ არა, რამდენი ადამიანია შემოსავლის ყოფაზე, რა ასაკშია ადამიანი, რომელიც ამ თანხას გამოიმუშავებს და ასე შემდეგ. ამდენად აუცილებელია ამ ფაქტორის სხვა ფაქტორების კონტექსტში განხილვა, რათა მისი ადეკვატური ინტერპრეტაცია მოვახდინოთ.